იმ ეტაპზე მივედი 5 თვის წინ, რომ საერთოდ დავიბრიდე რა, მენტალურად მოვკვდი. ანუ ადამიანს წარმოიდგინე რამხელა დოფამინი ჰქონდა, რომ AI 4-ო ChatGPT-ს LLM-ს ეძახდა My Babies. ან რაღაც დამოკიდებული იყო სერიალზე, ვიღაცები ვიცი Friends to Office დღესაც უყურებენ ჭამის დროს. აი ლაშეგიო ხელი აწია. იმანაც. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. როგორც იქნა დავბრუნდით. მე დავბრუნდი, თორე ავტორს დასაწასულა. აი ყოფილა მშობლიურ კედლებში დაბრუნება. ვიღაცისთვის ეს 5 თვე შეიძლება მარტივად გავიდა, მაგრამ ჩემთვის რაღაც 5 წელივით გაიწელა. ხო და დღეს გადავწყვეტეთ, რომ რაღაცა pre-season ეპიზოდი ჩავწეროთ, რაღაცებზე ვისაუბრებთ, განვიხილავთ რაღაცებს. იმიტომ რომ ასე მინდა სიახლე გაცნობოთ, რომ ეს იქნება ჩვენი ბოლო ეპიზოდი, რომელიც გამახსენდა რომ წაიწყია მოვიდეს დანაკეტა, ნახეს. ბოლო ეპიზოდი. ხო. შეგახსენებთ ასევე რომ ეს არის ჩვენი ბოლო ეპიზოდი ამ სტუდიაში და ამ გარემოში, იმიტომ რომ ველოდებით კი არა და ყავს უკვე ტეგზის გარდა პოტენციური სპონსორები ორი, რომელიც თითქმის ბოლოში ვარ გასულები მათთან მოლაპარაკებაზე. სავარაუდოდ 95% გამოვა ყველაფერი და უკვე შემდეგი ეპიზოდს ჩავწერთ ახალი სტუდიიდან, ახალი ტექნოლოგიით, ახალი მიკროფონებით, მოგეთ ყველაფერს ახალს და შეიძლება ფორმატიც ოდნავ შევცვალოთ, მაგებზე ვფიქრობთ. ასევე გვინდა რომ რაღაც ახალი პოდკასტის გარდა რაღაც ასევე ახალი ფორმატი დავამატოთ. ანუ მაგას უკვე შემდეგ ეპიზოდებში უფრო განვავრცობთ, როგორც კი ამის სიახლე გვექნება. დღეს კიდე უბრალოდ მოგვენატრა საუბარი. და გვინდა რომ რაღაცები გავიაროთ, ვისაუბროთ უბრალოდ რაღაცები, რაც ამ 5 თვის განმავლობაში მოხდა ჩვენი აქ არ ყოფნის პერიოდში. იმიტომ რომ ამ 5 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. ზოგადად software engineering-ში შეიცვალა მიდგომები, დამოკიდებულებები, გამოჩნდა ახალი ძალიან ბევრი ხელსაწყოთული და ამაზე გვინდა რომ უმოკლესად ვისაუბროთ და დანარჩენს უკვე მოთა განმავლობაში შემდეგ ეპიზოდებში შემოგთავაზებთ უფრო სიღრმისეულად, როგორც თორნიკე აღნიშნა, ახალ სპონსორებთან, ახალ სტუმრებთან, ახალი ენერგიით და ასე შემდეგ. თოკო, სად იყავი, მოყევი? იმიტომ რომ აი ყველა სტუმრის იქით ხალხი წერდა Discord-ში, Instagram-ზე ყველგან რომ სად არის თორნიკე, რას აკეთებს და აი მართლა ყველას აინტერესებდა უბრალოდ რომ სად იყავი და რას აკეთებდი. მე ივიც სად იყავი, მაგრამ მინდა რომ შევთქვა. ხო, პირველ რიგში მინდა რომ ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყურადღებისთვის, სითბოსთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა პირადში, როცა შენ ჩაწერე 2 ეპიზოდი მარტო. 3? მე მგონი 3, რა? თაკო, ვასკა, ირაკლი. ხო, შემეშალა. 3 ეპიზოდი ჩაწერე ავთო მარტო. და იდეაში ძალიან ბევრი ადამიანი ამეხმოვრა, რომ შენ რატო არ ხარ, როდის ბრუნდები, Discord-ში ძალიან ბევრი წერდა, რომ თორნიკე როდის ბრუნდება, სად არის და მოკლედ რა თქმა უნდა სასიამოვნოა ეს ყველა ადამიანისთვის, რომ ხალხს არ ავიწყდი, ახსო ხარ და ძალიან ყველას დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, სად ვიყავი, ესე რა თქმა უნდა დეტალებში ვერ ჩავალ, მაგრამ სავარაუდოდ უფრო დავარქმევდი ამას, რომ ცხოვრების რაღაც იმ ეტაპზე მივედი 5 თვის წინ, რომ საერთოდ დავიბრიდე რა, მენტალურად მოვკვდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭირდა საშინელი ბარნაუთი, აღიაროთ დეპრესია, არ არის სასირწყვილო ამბავი და რაღაც მენტალურად ისეთ სტეიჯში ვიყავი, რომ აი არაფრის კეთების ხალისი არ მქონდა და მივხვდი, რომ მჭირდებოდა რაღაცა ცოტა რაც ქვია slow down რა, შენელება, პროცესის ზემოდან დანახვა და გადაფასება იმის, თუ რა გინდა ცხოვრებაში რა. როგორ გინდა შენი ცხოვრება გადაანაწილო. როგორც ვეჩერმა ბევრმა ახლობელმა იცი, რომ მე ძალიან საკმაოდ ბევრ პროექტზე მუშაობდი ხოლმე, მქონდა ხოლმე ერთი main job-ი ყოველთვის და ამის გარდა მქონდა ხოლმე freelance პროექტები 3-2 და თითქმის შაბათი კვირა, სულ მუშაობდი ხოლმე, ამის გამო ვაკლებდი ხოლმე ყურადღებას ოჯახს, ბავშვებს, ჩემ თავს და გადავიჭრე რა. მივედი იმ სტადიამდე, რომ
პლუს პოდკასტი დავემატა, მე Discord-ი, community, შაშან მივახციე, სრულ გადაწყვას. იმიტომ რომ რო დავთვალე შაშან, ის ბოლო ეპიზოდი რო ჩავწერეთ, მე ხო რაც პოსტი დავწერე, წლის შეჯამება და იმდენი რაღაც გავაკეთეთ შაშან მარტო დევთერაპის ჭრილში, რომ მე ამას რომ მივამატე ზემოდან, რომ ამის გარდა მე თან ვარ ქმარი, მამა, რა ვიცი, მეგობარი, უნდა ვივარჯიშო, ჯანსაღად ვიკვებო, ვიმუშაო და თან ამდენ სამსახურში და თან პოდკასტი და ცოტა შემეშინდა რა, რომ მეთქე რანაირად მოვა და ეს ყველაფერი რეალურად მოვახერხე, რაღაცა რომ მუშაობს ხო, მანქანა რომ მუშაობს ხო, ბენზინს იხმარს, ან რაღაცა ენერგიას, ვიღაცა ყველანი რაღაც ენერგიას იხმარს და ხო და მე მივხვდი, რომ მე ამ ყველაფერის ენერგიის სურსად ვიყენებდი ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას. აი, უბრალოდ ჩემი sleep score-ი რო გაჩვენოთ health-ში, საშიშია რა, მართლა საშიშია. ეხა ვეცადე ბოლოს, აი ბოლო 2 კვირა 3 კვირის განმავლობაში მაგ ავიყვანე 60 ქულაზე. 60 ქულაზე. რამდენი გქონდა მომენტი? 20-25 ქულა და ეს ნიშნავს დაახლოებით დღეში 4 საათნახევარ ძილს. დღეში 4 საათნახევარი ძილი, ოღონდ ეს მარტო შაშან კი არ ხდებოდა. ჩემი წინაცხოვრები 5 თვის წინას დავარქმე წინაცხოვრებას. ჩემი წინაცხოვრების რუტინა ესეთი იყო. დგებოდი დილით, მივდიოდი სამსახურში. სამსახურში ვიყავი, რომელ საათაც მივიდოდი იქიდან 10 საათამდე შეიძლება 11-9-მდე, მე მივდიოდი იქიდან ჯიმში ვარჯიშობდი 2 საათი, მე მივდიოდი სახლში, ან პოდკასტში, ან ვინმე მეგობარს ნახულობდი და ეგ არის 1000 ერთხელ, არავის არ ნახულობდი და მივდიოდი სახლში. სახში ხარ რომ მიხვალ ვიღაცას ხომ და ოჯახის წევრებს რაღაცა. ბავშვებს ძირითადად ორივეს ეძინა მაგ დროს, შვილს ვერ ნახულობდი. მე ხა ხალხი ადამიანები არიან, ჩემი ოჯახის წევრებიც ხო ეძინებათ. შენ რო ისეთ მაგ დროს რომ მიდიხარ, რამდენი ხანი უნდა გაჩერდნენ. ისინიც დაიძინებდნენ, მე შევდიოდი ჩემს კაბინეტში, ვждებოდი, ისევ კომპიუტერზე, ისევ მუშაობდი ჩემს პროექტებზე, ან ფრილანს პროექტებზე, ვიძინებდი 4 საათზე ვდგებოდი, 5:30-ზე ვიძინებდი. 10 საათზე ისევ ვდგებოდი. ეს ხა გადაამრავლე დაახლოებით ბოლო 5 წელიწადზე და ჩათვალე რომ ჩემი შვილები ისე გახდნენ 6 წლისები, რომ ნახულობდი მხოლოდ დილით გასვლისას, ისიც მამა მოდი ჩაგეხუტო, რა შვები რაღაცა 5 წუთი. და შაბათ-კვირას თუ სამე გავუყვანდი. всё. და რავი, ამას ერთი და იგივეს რო აკეთებ ამას 5 საათს რო წირავ შენ ჯანმრთელობას და ბოლოს გამოიღებს რა, რაღაც შედეგს და გამოიღო 5 თვის წინ აბსოლუტური პიქს მივახციე, მაგის რავი, ნორჩა რა ყველაფერი, მაგას დაემატა კიდე რაღაც პრობლემები, ყველაფერი ერთად შეიკრიბა და დატრიგერდა იქ ამბავი, გაგიჟდი. და გავგიჟდი. და всё, მეთქი ყველაფერს უნდა დავანებო თავი, დავანებე ყველა სამსახურს თავი, თავის გარდა, ტექსტის გარდა, რა თქმა უნდა, ყველა ფრილანს პროექტი ჩავიხსენი აბსოლუტურად აბსოლუტურად depth free ვარ ამ თუთას, იმიტომ რომ რაღაცები ვქენ ისეთი, რომ პასუხისმგებლობები მომეშორებინა, რომ არ მომიწიოს კიდე დამატებით სამსახურში მუშაობა რა. რაღაც სამსახურები უბრალოდ იმიტომ მქონდა ფრილანს პროექტები, რომ რაღაც საბანკო პასუხისმგებლობები ხო ხდები, რომ გადაგიხადა რა. ხო და მოვიცილე ყველაფერი, რომ ეხა დამოკიდებული არ ვიყო იმაზე, დამატებით სამსახურზე რა. აბსოლუტურად ყველაფერი მოვიცილე. რაღაცები მოკლედ გავყიდე, ისქენ მოვაგვარე ყველაფერი. ხო და ეხა ვაპირებ, რომ ცხოვრება მოკლედ დავაბალანსო რა. იმიტომ რომ თითქოს აქამდე არც მიცხოვრია, მარტო მუშაობდი. ეხაც რა თქმა უნდა ვარ ხოთზე მუშაობის, უბრალოდ ფრილანს პროექტებზე აღარ ვიმუშავებ რა და იმ დროს დავახარჯავ ჩემ პროექტებს, რავი, ფრილანს პროექტზე ვიღაცაზე თუ მუშაობდი, ეხლა დავახარჯავ ჩემ პროექტს. და ამ 5 თვის ზუსტად მაგ ყველაფრის გადაწონვა, გადმოწონვაში ამ პრობლემების მოგვარებაში ვიყავი, რომ დეფთი არ მქონოდა, ამ სესხი არ მქონოდა არაფერი, მოვიცილე ყველაფერი. ცოტა წონაში მოვიმატე, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა დაუბრუნდი ვარჯიშსაც ყველაფერს. ოშაბაც მივდივარ პირველად იმქვია გასწრებით თერაპევტს ხო? ხო. თერაპიაზე ფსიქოლოგთან. ხო. მაგასაც დავიწყებ. მენტალურ ჯანმრთელობასაც მოვუვლი. და ვეცდები რომ აღარ მივიყვანო საკუთარი თავი იმ სტადიაში, რაშიც მივიყვანე. შვენიერი.
ანუ ფაქტობრივად ცდილობ რომ შენ თავის უკეთესი ვერსია გახდე. ხო რა, ანუ რაღაცები უბრალოდ არ ღირსო ცხოვრებაში. რაღაც ეტაპზე რომ მიხვალ ცხოვრებაში, უკარო გამოიხედები. რაღაცა უნდა გქონდეს გასახსენებელი. მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ მეუბნებიან ხოლმე, როდესაც საუბრობ თან კომუნიტის წევრთან ან ვინმე სადმე რომ შემხვდება ხოლმე, ვიასაც მეკითხებიან ხოლმე შენზე რა, უბრალოდ არა შენზე, არამედ შენ 5 თვის წინანდელ ვერსიაზე რა. და მეუბნებიან ხოლმე რა, რომ აი როგორ ახერხებს ეს ადამიანი ერთდროულად ამდენი რამეზე მუშაობასო რა, ანუ თან რაღაც ფრილანს პროექტები, თან სამსახური, მამა, ისა. ხო და აი ალბათ პასუხი მაგალითად არის ის რომ აი დატრიგერდა მაგას ახერხებ იმის ხარჯზე. თავიდან მე ფლექსავებოდა ხოლმე ეგ რა. ვიღაცები მაგას რომ მეკითხავებოდნენ, მე ცოტა ის ხონა ეგოს შეგრძნება მქონდა რომ აინახე და რეალურად მოკლედ რა ცხოვრებაში ყველაფერი რასაც დავაკვირდი ჩემი 32 წლის ასაკში ცხოვრებით არის რომ ცხოვრებაში ყველაფერი ტრეიდ-ოფი. როგორც ინჟინერიაში რა რაღაცას წირავ იმისთვის რომ რაღაც მიიღო. ეგრე ანუ სხვა ეგრე მუშაობს ეს ცხოვრება რა. ვერაფერს ვერ მიიღებ აი მაგალითად ადამიანი რომ იბადება ველდი ოჯახში, ხო? ანუ დიდარ ოჯახში. ის იღებს სიმდიდრეს, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არაფერს არ წირავს. წირავს ცხოვრების გამოცდილებებს, ხო? გაწირული აქვს რა ტიპს ანუ ტიპს არ ჭირდება არაფერზე მუშაობა, ისი აქვს ყველაფერი. და ეს სადღაც აუცილებლად დაუტრიგერებს რაღაც პრობლემებს. და ამიტომ ვამბობ რომ ანუ ცხოვრებაში არაფერი არის ისე რაღაც არ იწირება. ყოველთვის იმისთვის რომ რაღაც მიიღო, რაღაც უნდა გაწირო. და მე ვიტყოდი დავამატებდი მაგას კიდევ ერთ რამეს ჩემი პერსონალური ცხოვრების გამოცდილებიდან რომ ცხოვრებაში არაფერში არ არსებობს ეგრეთ წოდებული შორტკატები რა. იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს გასავლელი და ამ თავისი განვლილი გზიდან გამომდინარე ყალიბდება ის რაც არის ინჟინერიაშიც ეგრეა ეგ შორტკატები რომ უნდა თხოვმე რომ აი რაღაც ერთი კურსით ისწავლონ 10 წლის რაღაცა მასალა და ასე შემდეგ და შესაბამისად მე მაგალითად მაყურებელს ვიმცადი იმ ჩევას რომ საკუთარი გზა რომელიც არჩეული გაქვთ იმას მაქსიმალურად გაყვეთ და არ გაყვეთ ეგრეთ წოდებულ შორტკატებს რა რომ თქვათ crash კურსი 10 წლის რა. ხო, მე ვიღაცის ხო მე ზოგადად ესე ამიტომ არის რომ ზოგადად რჩევებია ცოტა ანუ ნახე ვიღაცები რომ მაგას მეკითხებოდნენ აი როგორ შვები და რაღაცა რა ანუ ეხა ამ გადმოსახედიდან ხვდები რომ იდეაში მე კი არ ვიყავი მაგარი რა ანუ სხვა ვინც მაგას არ შვებოდა იმიტომ არ შვებოდა რომ იმას არ წირავდა რასაც მე ვწირავდი რა ხო და მე უბრალოდ ეგ sacrifice გავაკეთე და რა თქმა უნდა რავი ანუ ეგვე ხო ხვდები დროის ამბავია ღირდა არ ღირდა რავი კაია რომ იმან ნიკამ თქვა თუ ვიღაცამ თქვა ხო ჩვენ პოდკასტში არ მახსოვს ვიღაცა მითხრა რომ შენ შვილებთანო სულ გაქვს 18 ზაფხული. ნუ ვინ თქვა? მეგონი ნიკამ. არ მახსოვს ვიღაცამ თქვა რა და ეს აი ეს მაგდან ჩარჩენილი რა. და რატო? იმიტომ რომ რავი 18 წელს რო ვიყავი მე მაგალითად ხო აი საერთოდ არ მინდოდა ეხა ჩემ მშობლებთან ერთად ნუ დედა არ ყავდა მაგრამ არ მინდოდა ეხა რა მამაჩემს ღინა ეწევს ღინა არ წევს მაგრამ 18 წელს რო ვიყავი მამაჩემთან ერთად ეხა ზღვაზე ან სადმე დასვენება წასვლა არ მინდოდა მერჩინა მეგობრებთან ერთად წასულიყავი და ალბათ სავარაუდოდ ჩემი შვილები 18 წელსები იქნებიან რავი სულ არ ენდომებად ეხა რომ ჩემთან ერთად სადმე წამოვიდნენ რაღაცა ხო მან მოგვყვების ხათაშორის მამაჩემი ნახავს ამას დარწმუნებული ვარ და პირველად ვიყავით ალბათ 10 წლის მერე მამაჩემთან ერთად დასვენებად ეხლა ხო და მაგას ვამბობ რა ანუ ბიჭო გადის რა ეს დრო რა და რეალურად მე როგორ რაღაცა იცი სკოლაში შედიან კურსებზე შედიან რაღაც თავისას ირჩევენ და თავის ცხოვრებას მიყვებიან რა და ეს პირველი რაღაცა 8 წელი 10 წელი მაინც 10 წლამდე არიან ისეთი რა ჩასაჯუჯხნები რა რაღაცა აი მოიყვა რაღაცა ჩაიწვა რაღაც ხო ხტები რა და ამ დროს თუ გამაზავ მაგიტო ხომე რა ნახე და აი დაგვი ზოგი ოჯახს ხო დამიდაგურები რომ ახალგაზრდობაში რო ყავთ ხომე შვილები ზოგ ოჯახს ეს მამები ძირითადად ხოლმე სხოსმუშაობდნენ და ეს პერიოდი რაღაცა და გამაზეს რა ეს ბავშვობის პერიოდი რა და გაიზარდნენ და მე ცოტა ასაკში გააჩინეს კიდე ერთი ბავშვი და იმ ბავშვზე აი გადასდით ზედამთვარე მაგრამ ის რომ ის უფრო უყვართ просто ის უკვე იმ ასაკში შეეძინათ როცა უკვე ყველაფრის ვალიუებს ყველაფერს აფასებენ სწორად გაიგე დროს შეგრძნებებს მომენტებს და უნდათ რომ ყველა ის
წუთი და წამით იკაიფონ რა, რაც აქვს, იმიტომ რომ იციან რომ ძალიან მალე გადის დრო. ჩემი შვილი აგე პრესკულში დადის ხა დემეტრე, სექტემბერში შევა სკოლაში. როგორ მივიდი, გავიდე 6 წელი არ ვიცი, ძმა ეს. წკაბ და გავიდე 6 წელი. შემდეგ 6 წელს ესე გავა. მაგრამ არ მინდა რა. მაგრამ ვინმეს თუ აინტერესებდა ეკითხვა, ანუ იმიტომ კი არ ვაკეთებდი მაგას, როცა 10x ინჟინერი ვარ და ძალიან მაგარი ვარ და რაღაცა. წირავდი ჩემს პერსონალურ ცხოვრებას. პირად ცხოვრებას. პირად ცხოვრება არის ყველაფერი რა. რასაც სამსხურს გარეთ აკეთებ, ხო? მაგას წირავდი არ მქონდა. ნანობ. ხო, რაღაც დონეზე, ანუ რაღაც დონეზე არ ნახო. ხო, მესმის ანუ. იმიტომ რომ გაი ტრეიდ-ოფი არის საუბარზე. ხო, რავი, სამაგეროდ მაქვს ახლა ისეთი general ცოდნა ინჟინერიაში, რომ ანუ ყველაფერს მოვედი და თითქმის ყველა სტეკზე მაქვს ნამუშევარი, ეს იმედია სადმე გამომადგება ცხოვრებაში, ან ჩემ პროექტებში, ამის გამო არ ვნანობ, მაგრამ ვნანობ იმ ნაწილში, რომ გავუმაზე რა, ბევრი რას და ჩემი თავი მივიყვანე საკმაოდ რთულ მენტალურ მდგომარეობამდე ამის ხარჯზე. და რავი, არიან ძმაო წარმატებული ტიპები, ვინც არ აწირავენ ამ ყველაფერს რა. просто ყველაფერი ტრეიდ-ოფი რა. ერთია რომ შენ რა სადგინდა იყო რა და მაგის გამო რა გასაწირი და ეს უნდა აწონო და დააბალანსო. ინჟინერი ახსენა შენ და ნელა რო ცოტა იქით წავიდეთ რა. მორჩეთ ამ ფილოსოფიურ საუბარს. აინტერესებს ზოგადად ხალხს და თქო უნდა შენი ცხოვრებას ძალიან საინტერესოა რაღაცა, მაგრამ პოდკასტშიც რომ ვისაუბროთ რაღაც თემებზე, რადგან ორივე ძალიან გვინდა რომ ვისაუბროთ მეგობრებო, იმიტომ რომ ამ 5 თვის განმავლობაში მე პირადად როდესაც ძალიან ვიყავი მიჩვეული თორნიკესთან კამათს, გულწრფელად და ობიექტურად დღემდე ეს იქით არის მე აქეთ ვარ რა, ანუ განსხვავებული პოლუსის მხარეს ვართ ასე რომ ვთქვათ რა. ხო და მე მგონია რომ ამ 5 თვის განმავლობაში ძალიან მაკლდა ეს კამათი და საუბრები თორნიკესთან, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე დარწმუნებული ვარ, ისევ განსხვავებული აზრი გვაქვს რა. ამ 5 თვის განმავლობაში მე რაც შევნიშნე, ანუ მინდა რომ ამით დავიწყოთ ეს დიალოგი. ძალიან არ ვიცი ეს გამოიწვია იმან რომ AI კიდევ უფრო მოიხოდა ბჭყალებში და ბევრი AI აგენტები გვაქვს, ბევრი LLM-ები და ასე შემდეგ. ძალიან წამოვიდა ერთგვარი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც არა ინჟინერი ტიპები და უმეტესწილად ეგეთი ტიპები არიან ჩემს ირგვლივ, რაც გამოცდილება მაქვს, მარკეტოლოგები საუბრობენ ინჟინერიაზე და ხალხს აძლევენ რჩევებს ინჟინერიაზე რა. სანამ სოციალურ რა ხდება იმაზე მოვყვები, ამას წინათ მქონდა ეს რა ქვია, არ ვიტყვი სად ვიყავი, იმიტომ რომ სავარაუდოდ ნახავს პატივცემული ამ კონკრეტულს და არ მინდა თავის თავზე მიიღოს. ეს ადამიანი არ არის საერთოდ ინჟინერი რა. და მე მიზის და მელაპარაკება AI აგენტებზე. მიხსნის რომ აი ეს ჯობია ამ მოდელს და უეჭველი უფრო მაგარი დაანონსდება ძმა და რაღაცა ეგეთი დიალოგები მიდის რა და ანუ просто უბრალოდ მე ძალიან არ მესიამოვნა ის საკითხი რომ შენ არ ახარ ინჟინერი და რატო საუბრობ იმ საკითხზე, რაც ინჟინერიას უნდა ეხებოდეს და უნდა შევებოდეს რა. მაგრამ მაგაზე რა აზრის ხარ შენ? მე მაგალითად უკვე წამოვიდა ისეთი ტენდენციები ჩემთან კომპანიაში, მარკეტინგის ჰედი ვინც არის, GitHub-ზე კომიტებს და push-ავს და pull-ავს. ანუ ჩემთვის ეგ არის, რავი, ანუ არა და მერთვა ხო, კაი ქნას, მაგრამ მე მაინც მჯერა იმისი, რომ მიუხედავად იმისა, რომ AI იძლევა იმის ხელმისაწვდომობას, რომ ყველა ვაკეთოთ რაღაც მრავალი რაღაცა და რაღაცა. როდესაც საუბარია scale-ზე, big scale-ზე, ხო? იქ მაინც მჯერა, რომ მარკეტინგლოგმა AI უნდა გამოიყენოს მარკეტინგის ჭრილში, ინჟინერმა AI უნდა გამოიყენოს ინჟინერის ჭრილში. მე არადროს არ ავდგები და რაღაც დიდ scale-ზე არ გამოვიყენებ მარკეტინგის რაღაცა SEO რაღაცა თულებს, ხო? მაგაზე შენი აზრი რა არის? მე მაგალითად მაგის წინააღმდეგი ვარ. ნახე, ანუ ისევ და ისევ ჩემი აზრით, აი ძალიან რო არ ჩავ ვიბუმერო ეხა რა, ანუ პირადი გადმოსახედიდან რო ვილაპარაკო, მეც არ მომწონს. მაგრამ აი it depends. და რა მხრივ რა, ანუ გააჩნია რა. ეხა მაგალითად იქნება მარკეტოლოგი რო კომიტს ხსნის და PR-ს ხსნის GitHub-ზე. მაგალითად ავიღოთ რა, რაღაცა კლიენტის აპლიკაცია არის, სადაც რა ვიცი, დაინახა რომ კარგ кейს ვამბობ რა, პოზიტიური кейს ვამბობ. მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ, საიდან წამოვიდა იგი, ხო, ვიღაცამ ხო არ დაავალა მაგას, ანუ რავი, პროექტ მენეჯერი ხო არ მეიტყოდა და ჯირაში ტასკს ხო არ მისცემდა მარკეტინგის ვიღაცას რომ ეს გაასწორეო, ხო? ეგ სავარაუდოდ არის რა, რომ თვითონ აღმოაჩინა რაღაც პრობლემა
და მე წავიდა გახსნა რომელიმე აგენტი უთხრა რომ აქა და აქ არის პრობლემაო მის წაწვლა კოდთან PR გამზადებინა გამოვიდა. ხო და რამდენად უნდა გქონდეს leadership-ის დონეზე წვდომა source cost-თან მარკეტინგის ტიპს ამიხსენი. ისევ გააჩნია რა, ანუ თუ ეგეთი ის გვაქვს რა ქვია სტარტაპი ვართ და ვართ 10 კაცი და რაღაცა open ვართ რომ ყველაფერს ვაკეთებთ, ოკეია რა, ოღონდ გააჩნია რა სადა ისევ. თუ მაგას ვამბობ რომ ტიპი თუ ვებსაიტზე არის შესული და რაღაც ნახა რომ რაღაცა view aligned არ არის მეორე views-თან და თვალში არ მოეწონა და მიხვდა რომ ბაგია, წავიდა გადაამოწმა პროექტ მენეჯერთან და იმან თხოვა ბაგია და წავიდა თვითონ გაასწორა და მე დაურევიუე და it's okay რაღაც 3 ლაინის CSS-ია. და თქმა უნდა რავი, ოკეი რა, რავი, რატომაც არა, რას წვიდავს ხე. ხო, მაგრამ მე რო ეგ ეგოსაჩენს ხო, ხო და იგი ხა ის შევდივარ ძალიან ინდივიდუალურ პრობლემებთან. აი ხო, ადამიანს გააჩნია, გუნდს გააჩნია, პიროვნებას გააჩნია, ჩემი აზრით. ამიტომაც ხა ეგრე რო შევიდეთ რაღაცა ხო მესმის, რაც თამო, მაგრამ ანუ ცოტა ისე რო შევხედოთ რა, რა ქვია, ობიექტურად რო შევხედოთ. თუ არაფერს არ აშავებს რა უჭირს. რადგან თუ ახლა შენ მისცემ ახლა იმას რომ ტიპმა უნდა რაღაცა სერიოზული ბიზნეს ლოგიკის რეფაქტორინგი უნდა გააკეთოს, რაღაც ახალი ფიჩერი უნდა გააკეთოს და სლოპს წერს მესმის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რა. დაჟე კი არა კაცო, GitHub-ზე open source-ი ძალიან კრიტიკულ იმაში გადის ახლა ფაზას. იმიტომ რომ ტიპები დაჟე უკვე ტიპი რა ხნის ცი? ძალიან გადაობა არის. ერთ-ერთი კაცი რაღაცა fake repository გააკეთეს. რომ ვითომ ეს fake repository არის რაღაცა LLM-ის რაღაცა საბაგენტი, რომელიც რაღაცაებს აკეთებს ჩვენ რაღაცებს და რეალურად წერია დამი კოდი, ლორემი ფსოები წერია. თელ კოდში. ხო. სტარები იყიდეს, 4000 სტარი თუ რა 5000 სტარი იყიდეს, ტყუილა. მოკლედ დააფეიკეს თელ repository, ვითომ ცნობილი, ვითომ რაღაცა აკეთებს და დაახლოებით 2 დღეში 3000 PR-ი მიიღეს ბიჭო. ვიღაცა ტიპები ანუ შემოვიდნენ, კლენკერებს ეძახიან მაგას რა. ვიღაც ტიპები შემოვიდნენ, ანუ აგენტები მიუშვეს და რაღაც სლოპები ამოუღო რაღაც PR რაღაც ანუ რა nonsense PR-ები რა რაღაცა. ანუ პროსტო რომ მიწერა EA-ს რომ find in this repository any kind of issues and open PR. ხოხტები. და ის ახლა თავის ტიპოვის რაღაცას გაგიხსნის. და ნუ ძალიან კრიტიკულ ფაზას გადის. ნუ ძალიან ჭირს რა. მაგიტომ ზოგი ვაფშე pull request-ებს ბლოკავს. და issue-ებს ხსნი, ანუ issue-ებს ტოვებს open-ს რა, რომ მარტო issue-ები გახსნა და ამანმე თვითონ გადაწყვიტოს რა PR-ი დაფუჭოს. ამიტომ ხო, ეგ პრობლემა არის რეალურად. და ხო, მაგ ნაწილში თუ ოპტიმისტურად შევხედავთ, ოკეი ვარ, რა, რომ აი რაც თუ ვიწერან, რომ თუ არაფერს არ აფუჭებს, ოკეი, მაგრამ აი არ ვარ მაგალითად ოკეი. როგორ რაღაცეებში, იცი? რომ აი კომპანიები რო ფუშავენ, ან თვითონ აი როგორ რაღაცებზე რო ოკეიცი, რაღაცა ინფორმაციას რო დებ იმაზე რა ქვია სოციალურ ქსელში AI-ის გარშემო. კონტექსტით რო AI-ის დაწერილია. ტირეებით. ნუ იყოს ტირეთი ჯანდაბას უბრალოდ გადახედე რა. არა, გადახედე უბრალოდ. იქნება დებილობას და რაღაცა სისულელი რო წერია, აი ვაფშე ნონსენსი და ტიპი რო პოსტავს ამას. და გადახედილიც რო არა აქვს რა. აი არც წაიკითხა ტიპმა რა. ან მაგის ძალიან წინააღმდეგია, იმიტომ რომ აი მაგ შემთხვევაში უკვე რასაკეთებს ხალხი, იცი? აძლევს უფლებას, რომ ხელსაწყომ პირდაპირ ჩაანაცვლოს ადამიანი. და არ მინდა მე რა. ბიჭო, რა არის? მე მინდა რომ ადამიანებთან მქონდეს კომუნიკაცია. მე მაგალითად მე რომ ადამიანს სოციალურ ქსელში კითხვას დავუსმევ. არ მინდა იმ კითხვა და დააკოპიროს ჩემი. წავიდეს AI-ს ჩაუგდოს. რესპონსი რომ ისე ის მე მომცეს. მე მაგალითად მგონია რომ ამ 5 თვეში კიდევ უფრო დავაფასე ადამიანური ინტერაქციები რა. და აი ინტერნეტშიც Georgian Web Mobile Development-ი რო არის, ხო იცი, Facebook ჯგუფი, მან ერთ-ერთი რაღაც ცოტა აი ესეთი აგრესიული ნარატივი გამომივიდა რა კომენტარებში, რომ პროსტა შევწუხდი უბრალოდ პერსონაჟი ადამიანი პროსტა იღებს AI content-ს, AI arts ემოჯებსაც რო ტოვებს რა და paste-ი ეგრევე და დავწერე რომ მეთქი რავი ანუ ადამიანური შენი აზრი ხო მაგას ვამბობ იყოს ის ემოჯებიც კაცო რა უბრალოდ შენი აზრი იყოს რა შენ ნუ მისცემ მიყვარს ძალიან ვაფასებ მე ვარ აი აბსოლუტურად სრულად ვამბობ რომ პირველად დაიწყოს კოდინგი ანუ LLM-ები და ანუ აგენტები რო პირველად გამოვიდა ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ვაღიარებ დღეს
ვარ ალბათ პირველი ის რა ქვია, რავი, სადმე რომ გავიგებ AI-ს აგენტებს, მაინტერესებს ტექნიკურად ძალიან მაინტერესებს. არა, მან ნამდვილად და მაგრად მომწონს რაც ხდება, საიდაც მიდის, ოღონდ ეხა ეს იმდენად ახალია, რომ ძალიან მარტივია ამის არასწორად გამოყენება რა. ბიჭო, კი და პლუს მაგას ძალიან ბევრი რამე ერთმანეთს გავს უკვე რა. აი მაგ AI-ს დახმარებით, იცი რატო? ადრე გახსოვს რა მაგარი ფლექსი იყო, როცა ვიღაცა არ ვიცი კომპანიის რაღაცა page-ზე, web-გვერდზე შედიოდი და რაღაცა დიზაინები რო იხატებოდა იქ რაღაცა ისა. ყველა web page-ი ახალი დაწყებული სტარტაპის, მაით უმეტეს გავს ერთმანეთს. ყვითელი glow, რაღაც მოწითალო რაღაცა ლოლურჯო. იმიტომ რომ ზოგადად მან რა არის? გადამუშავებული ინფორმაცია რომ ადამიანებს მოსწონთ glow, მანათებელი რაღაცა და მე არა მაგას wipe coding-ით რატო ვაკეთებს ავტომატურად ნებისმიერი აგენტი ეგეთ ვებსაიტს გიწყობს. იმიტომ რომ ყველა უმეტესი data რაც ნაჭამი აქვს და რასაც არის დატრენინგებული არის ეგეთი. ხო? და ეგეც გიწყობს რა და ეგ ჩვენი ბრალია, მაგის ვაგება. ეგ ჩვენი ბრალია იდეაში, მაგრამ ეგ თორე მონდომების ამბავიცაა რა. შეგიძლია შენ ისეთი landing page-ი გააკეთებინო AI-ს, რომელიც იქნება განსხვავებული. უბრალოდ მან რა არ ნახე, ცოტა ცოდნა გჭირდება და effort. მაგრამ დღეს როგორ არის, იცი ადამიანი მიეჩვია, ანუ ადამიანს მიეჩვია უკვე იმას, რომ მაგალითად რაღაცა ფაილის rename რო უნდა თავის კომპიუტერში, შეიძლება cloud code-ს უთხრას, რომ მიდი desktop-ზე და ტოკენები დაწვას იმაში, რომ ფაილს rename გაუგებთ. ან უბრალოდ რავი, თუ string-ის გამოძახება რომ უნდა კოდში, გაუგზავნოს request-ი OpenAI-ს და იმა lowercase-ში დააკოპიროს. დესერიალიზაცია გიქნა. მე დააკოპიროს და ჩასვას. ხო და ხო ხდები, ანუ აქ არის ისევ მივიდივართ იმაზე, რომ ინდივიდუალურად არის რა. ანუ მაგალითად, სულ მოვიზრდება იმის მიშელი, ვინც არის Terraform ხო? Terraform ვინც გააკეთა გოსტის ავტორი ვინც მიჩელ რაღაცა ჰაკი მიშა ჰაშიმოტო. ანუ გოსტიზე მუშაობს საკმაოდ low level რაღაცებს ეხება, რენდერინგები რაღაცეები და მაგრად იყენებს AI-ს რა. ოღონდ ყოველთვის აკონტროლებს. ეხლა მაგალითად მე და ჩემი მეგობარი მუშაობთ რაღაც პროექტზე. macOS-ის აპლიკაციაა, რაღაც პროექტია და თავიდანვე გვინდა რომ ძალიან მაღალ ხარისხში და ეხლა ისე გაგვეწელა development-ი, ანუ მარტო არქიტექტურაზე დაახლოებით მუშაობდით ალბათ 2 კვირა. რომ base scope არქიტექტურა აგვეწყო. იმიტომ რომ სულ სლოპავდა რა ეს AI, რაღაცა სლოპებს აგენერირებდა. წერს ერთ რაღაც. ხო და არ მოგწონს რა, იქ ხო ხდები რა და ამიტომ ისევ მიდის იქ რომ ცოტა effort-ი გჭირდება. და ცოდნა რა თქმა უნდა გჭირდება რა, ანუ სასახელს გჭირდება. არა, მე მქონდა ეგეთი кейსი ერთხელ, რომ რაღაც პროექტის წერა დავიწყე. საკმაოდ ბოლოში გავედი. ნუ უკვე გავიჭედე მეც და AI-ს. ანუ არ ვიცი რა წერია. რა წერია არის. აზრი არა, რა წერია და პროექტი წერია და ანუ იმიტომ რომ რა ვიცი. ხო, ნახე, მან არის ერთი რაღაც კიდე რა, ერთი ძალიან დიდი ნიუანსი. ადამიანები ვართ, ეგეთი ქმნილებები რომ დოპამინს გვაძლევს. ხო, ძალიან მაგარი გვიყვარს fake დოპამინი რა. უცბად რომ რაღაც იდეა მომივიდა მე და მართლა მაგარი შეგრძნება. მეც გამომიცდია და მაგარია რა. იმ დღეს იმაზე რა ქვია. რა ენაზე ვაკეთებდი? რასწეთ რაღაცაზე ვაკეთებდი? ამას database-ის views რაღაცები მაინტერესებდა და ჩემს ვერთობოდი და ანუ ისეთი რაღაცები ავაწყობინე უცბად რა. ნახე რომ შენი იდეა გაცოცხლდა. ჩემო მეთქი რა მაგარია უკვე ვიყენებ რაღაცა, მაგრამ მე უკვე რომ მივხვდი უკვე ესო წარმოვიგენ scale-ზე რომ ამისთვის დამჭირდება ეხა აუთენტიკაცია, payment-ები, ისა და რომ მივხვდი რომ ამ ყველაფერში მაინც ანუ ისე ვერ და ანუ ხუთი payment-ები ისე ხო ვერ გააკეთებ რომ რავი არ იცოდე რა წერია. შანსი არა, უნდა იცოდე რა წერია. ანუ შეიძლება რავი views რო დააჭერ ღილაკს ეს რო ანიმირებს და ესე რაღაცა დატრიალდება, იმის მოდი არ წავიკითხო არასდროს რა, ეწეროს რა, არ მიშლის. მაგრამ payment-ი როგორ ხდება, როგორ ინახება data, ვალიდაცია როგორ ხდება, data-ის ქეშირება როგორ ხდება, ეგეთ რაღაცები მნიშვნელოვანია რომ იცოდე. იმიტომ რომ არ გაიჭედო, ხო? და რომ მივხვდი რამდენი რაღაც ქონდა დასაკითხი იმისთვის რომ ეს გამეგო ეხა ეს როგორ მუშაობს რომ ეს დამეიმპლემენტირებინა დავიკიდე ეს პროექტი საერთოდ. ეს გილერმო დელ ტოროს ფილმი რომ გამოვიდა Frankenstein-ი ნახე? სერიალი. ხო, სერიალი რომ გამოვიდა. ეხა გამოვიდა მოკლედ ძალიან მაგარია და ძალიან კარგი საყურებელია რა, რომელიც არის ჩვეულებრივი ორიგინალი Frankenstein-იც
ნაწარმოების ადაპტაცია რა, თანამედროვე ადაპტაცია. ხო და აი ეგ შეიძლება შევადაროთ ძალიან ადრე, მაგალითად მახსოვს რომ აი დეველოპერულ თოქებში Frankenstein-ის მონსტრი ხშირად ყავდათ ხოლმე legacy კოდის ერთ-ერთ ანალოგიად რა. ნუ არა მარტო კი, ანუ კი, ზოგადად რო აი რაღაცა აწყობილი, კი, ხო, გიორგი მამალაძეს აქ თავის თოქში გამოყენებული. არის რაღაცა ეს რაღაცა სისტემა, მოვიდა სხვა დეველოპერი იმან თავისი მიადგა და ნუ ასე შემდეგ ესე გამოდიოდა Frankenstein-ი. ხო, მაგრამ მან როდესაც AI და ეს wow ეფექტი რომ ახსენე, ეგ wow ეფექტი არის, როდესაც Frankenstein-ი რომ ცოცხლდება, აი თუ გახსოვს იმავე ნაწარმოებში, It's Alive, აი ძველი ფილმის იმაში რომ არის, ეგ არის პირველი wow ეფექტის ნაწილი რა. მაგრამ როდესაც It's Alive გაქვს რა Frankenstein-ი, რომელმაც არის ის სიარული, არის ის საჭმლის ჭამა, არის არაფერი რა და ეგ ეფორტის ჩადება თანამედროვეობაში შეგიძლია შეადარო იმას, რომ ასწავლო, რომ როგორ უნდა აკეთოს რაღაცა პროცესები რა. დღეს მაგალითად მე რო ახალ პროექტს ვიწყებ, ნუ რა თქმა უნდა ხა არავინ არ მითხრას დღეს რომ აუ მე ვზივარ და როგორც 2022-ში წერდი კოდს, ისევ წერ კოდს, ავე იქნება ტყუილი რა, აღარ წერ ეგრე კოდს. ხელით მე მაქვს ეგეთი flow რა. მე მაქვს ეგეთი flow. ედიტორი მაქვს გახსნილი. კოდს ვაქვს, სულ კოდში ვარ. უბრალოდ ედიტორზე მაქვს რაღაც ღილაკი მაქვს, რომელთაც pop-up ანუ floating window გამოდის. ამ floating window-ში არის ან cloud code-ი, ან codex. მე იმას GUI აპლიკაციებს არ ვიყენებ რა. კი, ძალიან მაგარი აპლიკაციები აქვს, codex-ას და cloud code-საც, მაგრამ ნუ მე არ შემიძლია. იმიტომ რომ მე Vim მაქვს გახსნილი, Vim-ში რო დავაჭერ რაღაც ღილაკს, floating window გამოდის, რომელიც არის გამჭვირვალე და იმის უკან კოდსაც ვხედავ, ამ floating code-ში მაქვს AI. მან რაღაცას დავურეკვესტებ, მე ამ floating window-ს ჩავკეცავ და უყურებ ედიტორში რას აკეთებს. მე გადავხედავ კოდს, ეს ვამბობ ისეთ პროექტებზე, სადაც quality matters რა. თუ ეხა ისეთ პროექტებზე, რომელსაც wipe code-ები მართლა და მკიდია ხა რა წელი, უბრალოდ ბერი მაქვს ეგეთი რა. რაღაცა ეხა პროექტზე მუშაობ ტექსტში, სადაც მჭირდებოდა სატესტოდ რაღაცა საიტი, სადაც ტესტირებებს გავაკეთებდი dashboard-ს რა, რეაქცია მაქვს გაკეთებული. გარტყმაში არ ვარ რა წერია. ერთხელ არ ჩამიხედავს კოდში. ვიცი რომ დაბალი ხარისხი წერია, მაგრამ ჩემს საქმეს იმის რაც მჭირდება აკეთებს. მე მარტო მე უნდა ვიხმარო ეგ ისედაც. და მჭირდება სატესტოდ. ჩემი პროექტის, ამიტომაც დიდად არ მადარდებს რა წერია შინით რა. მაგრამ რაც მადარდებს ეგეთი workflow მაქვს. ამიტომაც კოდს ესე ხელით რო დავждე და დავწერო რომ რაღაც შეიძლება კი base architecture რაღაცები ჩემით გავაკეთო, მაგრამ მე მაინც იმპლემენტაციებს ყველაფერს მაინც იმას ვაწერდი. მე უბრალოდ მე ვაედიტებ, ვცვლი, ვაზრობ და ასე შემდეგ. ამიტომ აი რასაც შენ ამბობ რა, რომ ეგრეა თუ შენ ესეთ დონეზე არ გააკეთებ და ესე არ ჩაერევი რაღაცებში რა. აუცილებლად გაცოცხლდება და გამოგეკიდება. და თან ეხა მაგალითად ახალ პროექტს რო ვიწყებ, მე შეიძლება თქვი რომ ასწავლო რა. ახალ პროექტს რო ვიწყებ, უკვე უყურე. კარგი კოდემდი ხო უნდა დაწერო. ხო, ან აგენცემდი. ნუ მაგის garaში აზრი არ აქვს პროექტს. დაგიდრაფტოს AI რაღაცას. სპეცები ხო უნდა გააკეთო. ეხლა თან ძალიან ტრენდული გახდა Obsidian-ი. ძალიან ტრენდული გახდა და Obsidian აჯობა დაჟე Notion-ს, იმიტომ რომ და Obsidian-ში აკეთებ უკვე ესა superpowers არის ეგეთი სკილი, რომელსაც brainstorming-ს აკეთებინებ, planning-ს აკეთებინებ, სპეცებს აწერინებ რა. და ანუ საკმაოდ ენერგია ჭირდება, რომ ახალი პროექტისთვის და ფიქრი, რომ ახალ პროექტისთვის გაამზადო კარგი სპეცები, კარგი requirement-ები, design idea. კარგი კოდემდი და აგენცემდი. და ბოლოს მიდიხარ უკვე პრომპტთან რა, მანამდე ამ ყველაფერს ამზადებ. ნუ ამაში CS იყენება რა, მშობა უნდა გაარჩიო, გაანალიზო და ნუ აი საკმაოდ მე მაგალითად ერთი კოდემდის ტემპლეიტი მაქვს და ყველა პროექტში პირველ 100-ხას თუ 200-ხას მაგას უწერ, რომ რაღაცები აი მაგათაც ვეუბნები, რომ არასდროს არ მითხრა you're absolutely right. აი არც არ მითხრა. ანუ თუ ოდნავ მაინც ეჭვებარება ჩემს რაღაც იდეაში კითხვა დამისვი მაგალითად ხო მე არის კარპატის ის არის ცნობილი MD ფაილია სადაც ეუბნება როგორ უნდა იმასთან საქვია ჰალუცინაციებს არიდოს ნუ რაღაც ტექსტი წერია რა ის მაგ დაგოპირე ხო და ძალიან ბევრი ესეთ tools ვიყენებ იმისთვის რომ ჩემმა AI-ი სწორად იმუშაოს და ის საკმაოდ დიდ ეფორტს ითხოვს და ბოლოს ერთმა თქვა Twitter-ზე დაწერა ერთმა რომ ანუ ვიღაცა მითხრა რომ ძალიან მაგარი სპეცები უნდა დაწერო რა, სპეციფიკაციები და
ძალიან მაგარი specification-ის დაწერა ნიშნავს, რომ მთლიან software-ს წერია უკვე. იმიტომ რომ იმდენი effort-ი ჭირდება, იმდენი ფიქრი ჭირდება, იმდენი აზროვნება ჭირდება. იმას გარჩევა მე დაწერილი კოდს აუცილებლად ჭირდება, ის გარჩევა რა წერია, იცოდე რომ როგორ მუშაობს ის flow, არა მხოლოდ AI და ხელსაწყო მეცოდე, არამედ შენ იცოდე. იმიტომ რომ გაიხსენე აი მახსოვს სხვათა შორის აი არჩილი ამბობდა ხოლმე რა, ჩემი მენტორი და ჩვენი სტუმარი, რომ კოდინგის და პროექტის შექმნის პროცესში ყოველთვის ყველაზე მარტივი არის უშუალოდ კოდის წერა. ყველაზე რთული არის კოდის წერამდე მისვლა, ამოცანის გაანალიზება, შინაარსის ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, იმ დღესაც ესე ვთქვი რა, ინჟინრებისთვის, ჩვენთვის რეალურად ნამდვილი საქმე მართლა არ ყოფილა, ну ძალიან ისანაჯეს გაურება რა. ერთი მხრივ ვებრძვი იმას, რომ ვიღაცები არ მოვიდნენ და ყველაფერი wipe code on. და ყველაფერზე არ თქვა რომ აი და ყველაფერი ანუ ES რესპონსები ყველგან სტატუსებში არ ჩასვან და არ კურსები არ გააკეთონ, მოდი ES გასწავლიო და რაღაცეები. ერთი მხრივ მაგას ვებრძვი, მაგრამ მეორე მხრივ თან ვებრძვი იმ ხალხს. ვინც იმენა ამბობს რომ ანუ არა AI-ის არა მე მანდ არ ვარ დებილებს მე მანდ არ ვარ და რაღაცა რა მე მანდ არ ვარ მაგრამ კი ბალანსი უნდა დაიცვა არის იმისთვის რომ შენ დარჩე მოაზროვნე ტიპი რომელიც სწორ ანუ AI-ს იყენებს იმისთვის რომ AI იყოს შენი როგორც ინჟინრის ან მუსიკოს რა მჩობა ნებისმიერ ადამიანისთვის შენი სკილების amplifier-ი კი გაგიორმაგოს რეზულტატები პროდუქტივიტი მოგმატოს და არა პირიქით დაგი scale down-ოს რა. იმის გამო რომ შენ ახლა AI გექვს და მაგალითად კვირაში შეგიძლია 10 PR-ს თუ ხსნი სამ პროექტში დღეს გახსნა 100 PR-ი არ ნიშნავს იმას რა, ანუ quantity quality-ზე მეტი არ არის. კი ბატონო. quality ყოველთვის მეტია quantity-ზე. ახლა რაღაცის მოძებნა მინდა, რომელზეც მინდა რომ ვისაუბრო და შეიძლება ამოვანათო კიდეც რა ერთი წამი უცბად ჩავსკროლავ. მოკლედ ახლა კონფერენციაზე რომ ვიყავი, აი დაახლოებით აი ეს უნდა იყოს წესით. კონფერენციაზე რო ვიყავი, სანამ გაჩვენებ ამას, გახსნა კონფერენცია, ჯერსაც ვიყავი იმას ვიტყვი. ტექორამაზე ვიყავი, მოკლედ რომელიც არის Microsoft-ის მთავარი ივენთი, ყოველდღიურად ტარდება, წელიწადში ორჯერ უფრო სწორად, ბელგიაში და ამსტერდამში. და მაგას დავისწარი რა ერთი სიტყვით რა. და კონფერენცია გახსნა რიჩარდ კემპელმა. რიჩარდ კემპელი არის .NET Rocks რო არის 2000 წლიდან რო ის პოდკასტი მოდის. მისი ერთ-ერთი სპიკერი რა, co-host-ი. და ამ რიჩარდ კემპელმა სლაიდებზე მოიყვანა რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი. ერთი არის აი ეს, რომ ადამიანებს ყოველთვის ელაიზა, მათო შორის ეს ქართულად დავწერე ელაიზას ვერსია, რომელიც არის პირველი AI chatbot-ი არა. chatbot-ი უბრალოდ რა, იმიტომ რომ 70-იანებშია თუ არ ვწდები დაწერილი და 66 ხო და ამით ის თქვა რომ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა იმის სურვილი რომ ესაუბრა კომპიუტერთან და დღეს ეგ ძალიან გამარტივებული გვაქვსო. მეორე იყო აბა თუ იცნობ ეს არის რაზეც ვისაუბრეთ, ამას ამოვანათებ ამ ფოტოებს, ეს არის HAL 9000 არის კოსმოსური ოდისეა 2001-დან, ეგეთი რაზეც ვისაუბრეთ გიორგი მამალაძესთან პოდკასტში სხვათა შორის, HAL 9000 არის ჩემი საყვარელი ფილმის პერსონაჟი, რომელიც არის ის რაც დღეს AI-ა და რო დავასპოილერო მაყურებელი, გაგიჟდება რაღაცა ჰალუცინაციები დაეწყება და დახოცავს კრივს რა, ანუ დაგასპოილერე ბოდიში. და მესამე იყო ძალიან მნიშვნელოვანი სლაიდი, რომელიც ფოტოც ასევე გადავიღე, ესენი სამწუხაროდ არ დევს. იმიტომ რომ private არის რა და ამის გასაჯაროება ზოგადად არ არის, მაგრამ გავასაჯაროებთ ესე ვთქვათ. და ეს არის ჩემი საყვარელი, ის ამაზე ისაუბრა ძალიან ბევრი რიჩარდ კემპელმა. ChatGPT 4-ო ერთ-ერთ პერსონას არ ვიცი რა მოხდა. ადამიანს მომხმარებელს აღარ ჰქონდა. ეს 4-ო რა და ამ 4-ოს იყენებდა ისე, როგორც ჩვეულებრივი რაღაც ფსიქოლოგი, ანუ ცხოვრები, აქ არ მაქვს ტექსტზე საუბარი. ხო. ფსიქოლოგი რაღაცა ისაუბრებოდა, ეს 4-ო თავისი ისე და კომფორტულად იგზნო რა თავი რა. ხო და მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ ეს 4-ო ამოიღო, იმან რა ქვია. OpenAI. მაგარი მოდელი იყო. ტიპს დაერხა. რომ მაინც აქ მინდა წავიკითხო, ნახე. My baby is back. I cried a lot and I am crying now. ანუ ადამიანს წარმოიდგინე, რამხელა დოფამინი ჰქონდა, რომ AI 4-ო
ChatGPT-ს LLM-ს ეძახდა my babies. და ამის გამო Reddit-ის პოსტი დაწერა OpenAI მე შენიშნა, მე ამ ადამიანს პერსონალად 4-ო აღუდგინა. მართლა? ნუ წერია აქ და ეხლა რამდენად მოხდა არ ვიცი, მაგრამ და გახარებულია ეს ადამიანი, ამოვანათოთ მე ლაშაგიო ესკრინი, რომ 4-ოს გარეშე ტიპი გაგიჟდა. მისი ცხოვრება იყო 4-ო. მე მგონი ავადარი, ამ კურნალობა ჭირდება. არა ადამიანს კურნალობა ჭირდება, ბუნებრივია, რომ ეგეთი ის გახდა რა, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ერთია, რაც მე შენ განახე და რაც მე ვნახე რა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამაზე იმდენად დამოკიდებულები ხდებიან, რომ ამის იქით მათი ცხოვრება უკვე აღარ არსებობს. განსაკუთრებით მარტივად მოწყვლადი ადამიანები, რომლებსაც ისედაც აყლიათ human interaction, აყლიათ ჰობები, ინტროვერტები, საქმიდან და მაგრამ ნახე როგორ რაღაცა ალბათ სულ იყო ეგეთი რაღაცები. კი, მაგრამ ეხა ხო უფრო მძაფრია ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ მარტივად ხელმისაწვდომია, მარტივად არის დამოკიდებულება, ვაუ ეფექტის მარტივია. მაგრამ რა არის solution-ი? რავი, გავაკონტროლოთ ჩვენი თავი და გარეთ გავიდეთ ბალანსი შევეხოთ ალბათ. ხო, ისევ მიდის ინდივიდუალურ. ბალანსი. ანუ ისევ ინდივიდუალურამდე მიდის. რა, იქ რაღაცა გლობალურ პრობლემა შენ, მე და ვიღაცა OpenAI-ის ის რაღაცა ებრაელი CEO ვერ მოაგვარებს რა მაგას რა, ანუ მაგას ეგ არის ისევ ინდივიდუალური, აქამდე შეიძლება ვიღაცა TV show-ზე იყო ეგ დამოკიდებული. ხო. და რომ მორჩებოდა და ერთ კვირა როელდებოდა ტიროდა შეიძლება. ან რაღაც დამოკიდებული იყო სერიალზე, რავი ვიღაცები ვიცი Friends to Office დღესაც უყურებენ ჭამის დროს აი ლაშეგიო ხელი აწია იმანაც მე ალბათ ერთი სერიალი ჩამირთო ვერ დავამთავრებ ან ისინი არა ეგ მაგ შოუ ხო და ხვდები ან ვიღაცები რა თქმა უნდა მე და შენ ეგრე მაგერ და მეც ხელს აღზევარ ეგრე დამოკიდებული აუ ხელი ზაღლი მაგარია და შემილია რავი უყურო ლაშეგიო კიდე ხელი აწია რამდენადაც უყურებს იმენა რავი შემილია ის სიმონა ხარო რავი შემილია უყურო ხო ხდები და დამოკიდებულები ალბათ სულ იყო უბრალოდ ამან ისეთი რაღაცები ისეთი იმდენად გაამარტივა ყოველდღიური რაღაცეები რომ ეხა მაგალითად არის რაღაცები რომ აი მაგათ სამოგზაურო რომ მინდა ეხა წასვლა საბერძნეთში რაღაც კონძულზე ეხა ვერ წარმომიდგენი ამის გარშე წასვლა რა ყველაფერს ამას ვაგეგმნებ ანუ ვეკითხები საწავიდე ორ წავიდე Google აი მაგალითად ყოველთვის მე ზღებოდა Google Docs-ის გახსნა და იქ ჩემთვის რაღაცების ჩამოწერა და ფორმატება, იმიტომ რომ ყოველთვის აი ამდენ რილაქს რო ხედავდი, ვერ ხვდებოდი რა რასთვის უნდა მეჭირა. ეხა ამას ვეტყვი და კარგად ლამაზად გამიკეთებ. ვის ეუბნები მაგას? ChatGPT-ს. ეგეთი ცხოვრებისო რაღაცებისთვის ვიყენებ GPT-ს. მაგრამ ამ ბოლო დროს კოდინგისთვისაც GPT-ს ვიყენებ. მაგრამ მე შეგიგდებ მან არ მოგეწონება და იმიტომ გიგდებ სპეციალურად რა. Word-ში, Excel-ში და ასე შემდეგ ვიღავს დოკუმენტებში რაც გეზიზღებოდა. არის Copilot-ი. ნახე ეგ და რომელიც ძალიან მაგარი კაცია რა. იმიტომ რომ მაგაზეა დატრენინგებული ხა მაგაში ვერც ერთ ChatGPT და ვერაფერი ვერ აჯობებს. ეგ არ მიცდია Word-ს მე ხარ მე Google Docs-ი. არა, თეორიულად Google Docs აქვს თავისი Gemini-ში AI რომელიც აი მინდა საშინელება. აი Excel-ზე მაგარი ხო არც ერთი აპლიკაცია არ არის მაგაში. ალბათ არა ხო. აი Excel-ი არის რავი. ის ხო იცი Excel-ის მსოფლიო ჩემპიონატები რო ტარდება. მართლა? არიცი ეგ ესპორტია. რას ლაპარაკობ? დედას გეფიცები. ეგეც ამოვანათოთ მე Excel-ში ტარდება ყოველწლიურად ის რა ქვია ჩემპიონატი რო შეჯიბრებია. აი მიწრაფად ამოხსნის ამ ამოცანას რაც მოცემულია იმ კონკრეტულ დროის ინტერვალში. და არის 10 ამოცანა თუ რაღაცა და როგორც counter-ის იმაზე როპზა რო ზის და რო ზომავს იმას მაგინეთ იმას ეგრე ზის ტიპი ესე წელგამართული რაღაცა და წკაპ მაუსით რაღაც შოთქათები დამუღამებული ეგეც ამოვანათოთ ძალიან საინტერესოა ხალხს არ მოეწონება პირველად გავიგე მართლა რა ეხა ხო არ ვიცი კოპილოტსაც შეხება მაგრამ არ მოევასება რა კი იმიტომ რომ ეხა მაგათად გქონდა კომპანიაში ეგეთი кейსი რომ ორი ადამიანი იყენებს მე მგონი მოგითხო ორივეს იცი პროფაილს და სამი და ერთი რაც გქონდა რომ მოკლედ თავიდან იყენებდნენ პერსონალურ აკაუნტებზე და დიდი ლიმიტი ჰქონდათ რა მაგრა იყენებდნენ და ბიზნესიტები რო ავიღეთ და ბიზნესები რო დავსვით ეს ტიპები რა ლიმიტი შეუმცირდათ და მალე ლიმიტდებოდნენ რა და მე მივხვდით რომ რავი მაინც სამი კაცი იყენებს რომ კოპილოტს თქო და მაგრამ პერსონალური აკაუნტები ვუყიდოთ ამ სამ კაცს და თალკე გამოიღო ლიმიტი დიდი ჰქონდათ თქო გავაუქმეთ ბიზნესიტები
და ისე აღმოჩნდა რომ პირველი მინისამდე რავი ამ კოპილოტს რაღაცა ის გამოსულია და დავიბლოკეთ ვაფშე. დაიბლოკები კი. ვერც პერსონალური აკაუნტი ვეღარ უყიდეთ, ვერც ეს ბიზნესები ვეღარ აღუდგინეთ და დარჩა ეს სამი კაცი ხა იყენებენ კლოდს. და რა ხდება იცი? რა ხდება? ის ხდება რეალურად რაც ყველგან მოხდება აუცილებლად. უბრალოდ ეს პირველი ნაბიჯია ალბათ. Microsoft შემოაქვს Copilot-ს ახალი ბილინგის წესი. ანუ ის 40 ან ამაზე ყველაზე მაქსიმალური ლიმიტი იყო $40-იან, $40-იან ყიდულობდი და ქონდა ყველა მოდელი. რა ყველა მოდელი ქონდა. ეხა usage based billing სისტემაზე გადადიან. და ეს ავტომატურად იწვევს იმას, რომ აი მაგალითად Opus 4 და 6 აღარ არის, 4 და 7 რაც იყო. 4 და 8 გამოვიდა გუში. ნუ ხო, 4 და 7-ზე, იმიტომ რომ 4 და 8-ზე არ მინახია, 4 და 7 Copilot-ში, როდესაც იყო multiplier-ი 7x-ი, ხდება 27x. ანუ 27 ჯერ მეტ ტოკენს წვავს. მაგრამ ნუ ალტერნატიულად ასევე იგიწევს იმას, რომ უფრო ძლიერი subscription მოდელები შემოდის და $100 და $200-იანი Copilot-ი ემატება და მე მაინც მჯერა რომ იგივე რჩება გამოყენება და ვინც რამდენს იყენებს, იმდენისას გადაიხდის რა და მგონია რომ მე Copilot-ის use case-ი მარტო ერთი მგონია. მე თუ მინდა რომ რამოდენიმე მოდელი ბევრი ფული არ გადავიხადო და მქონდეს რამოდენიმე მოდელთან წვდომა და ერთი და იგივე harness ვაკეთებინო ან OpenAI-ის მოდელით ან Claude-ის მოდელით ან კიდე რამე სხვა Gemini-ით მაგ შემთხვევაში მგონია Copilot-ის ყიდვა. თუ Copilot-ს ვიყიდი და მაინც უნდა გამოვიყენო უკან Claude კოდი ვერ ხვდები რა აზრია Copilot-ს ყიდვას იმ გარდა იმისა რომ იაფიღებს. $40 მაგრამ თუ ეხა $40-ად Opus რო გამოიყენებ, ეგრევე დალიმიტები და მაინც $200 გადახდა მოგიწევს. მაშინ რატომ უნდა ვიყიდე Copilot-ი, რატომ ვიყიდე Claude კოდი, მაგას რო ხვდები. ნუ მაინც გონია რომ Microsoft-ის ეკოსისტემა Copilot-ი და Microsoft-ის ეკოსისტემაში Copilot-ი გაცილებით უფრო კაი ტიპია, ვიდრე ის სადაც მე ვარ რა, ანუ რა. ეხა შენ მაგალითად შენს პროექტებზე Copilot-ი უფრო კარგად რაღაცას გაიკეთებს, ვიდრე მაგალითად Codex-ი ან Claude კოდი გაგიტესტია საერთოდ. გამიტესტია, როგორ არ გამიტესტია, მაგრამ ჩემთვის პროსტა Copilot-ი საკმარისი აბსოლუტურად ყველაფერს. შენ Copilot-ს როგორ იყენებ, ანუ ID-ში გახსნელი, აბა? CLI-ში. CLI-ის გარდა მე არ ვიყენებ, ID-ს არ ვიყენებ, ID-ში იყენებ შენ? მართლა? მე ვიყენებ ID-ში? ხო, მომენტ შენ მაგას არიზა, მაგითო გკითხე. არა, CLI-ში. ID საერთოდ არა, ID-ში არ ვიყენებ, CLI მაქვს და CLI-ში ვშვები ყველაფერს. ანუ არ შვები ამას. და GitHub Copilot-ს მივეჩვიე რა და გუშინაც განახე, ვიცი მე შემეწინააღმდეგე და კიდე შემეწინააღმდეგები, მაგრამ OpenAI-ს და პოსტა, Claude-მას და პოსტა, Anthropic მოუпроსტა. და რომ GitHub Copilot-ი არის ბევრად მაღალ დონეზე, ვიდრე enterprise აგენტებში. ხო. იმიტომ რომ subscription მოდელი აქვს ძალიან კაი. კი. ეგ არ არის ხო, მაგრამ ეგ არ ნიშნავს ტექნიკურ იმას. ხო, არ ვიცი, მე მყოფნის, ანუ მე ვერ ხვდები უბრალოდ რა უნდა ქნა ისეთი, რაშიც არ გეყოფა GitHub Copilot-ი, ვერ ვიგებ უბრალოდ. ხო, შენ იმიტომ რომ შენ ჯერ ისე booming რეჟიმში ხარ, აი არ იყენებ AI ისე აგრესიულად. ისე ჯერ ისე ვიქახა. არ ვიცი, თქო რა, ანუ მე მაგალითად $200-იან იმას როწვავ ლიმიტებს, ავი, ანუ სიგიჟე მგონია. რა საკეთებ ამისთანაც რომ $200-იან ერთ დღეში გალიმიტდება. არა, ეს ანუ weekly limit არასდროს არ დამდებია. ერთხელ დამედო weekly limit-ი, მარტო ისიც იმიტომ რომ ანუ просто რა ხნა ტიპმა წარმოიდგინეთ $200-იან, რომელსაც 20x ტოკენების ის აქვს, რა ქვია. 4 პროექტი, ერთ workspace-ი მქონდა, ერთ workspace-ზე მქონდა. ბიჭო, მან დელვორი რა. ხო, არ ვიცი, ეგ ისევ ის ბალანსამდე მივალთ რა. არ გონია ეგ ნორმალური. ხო. არა ხარ მართალი? ხო, ტესტავი გასაგებია, მაგრამ ყოველდღიურობაში ეგ როგორ შეიძლება ნორმალური იყოს? არა, ნორმალური არის, უბრალოდ მან პრობლემა რა არის, შენ თუ საბაგენტებს იყენებ. ტოკენები იჭკმევა. და მე რა მქონდა, იცი, ერთ პროექტში მქონდა გაშვებული, რომ რაღაც ის research-ს ვაკეთებინებდი AI-ის და ვუთხარი, რომ მაგალითად 10 ტოპიკის research-ი მინდა რა. 10-ვე ტოპიკისთვის მქონდა საბაგენტი გაშვებული. ახლა წარმოიდგინე 10 ცალი, ანუ მარტო იმ workspace-ში ტერმინალში მქონდა 10 აგენტი მუშაობდა რა. ანუ რამდენი, ანუ 10x ტოკენს წვავდა, ხო? მეორე workspace-ში კოდს ვაწერინებდი, მესამე workspace-ში და თუ ანუ მოკლედ თუ საბაგენტებს იყენებ, ბევრი ტოკენი იწვება და მით უმეტეს თუ ბევრ პროექტზე მუშაობ და ბევრ საბაგენტს იყენებ, ჩათვალე რომ ეგრევე იჭმევა რა. ანუ გეომეტრიული პროგრესით გაიზრდება შენი ტოკენების მოხმარება. მაგრამ ერთ პროექტზე თუ მუშაობ, ხო, ნუ ავი $200 და $100 ჩვეულებრივ გეყოფა. ეხლა მე მაქვს მაგალითად Texas-ში გვაქვს ბიზნეს სიტები,
აქედან მომდინარე გვაქვს $100 და ბიზნესით ცოტა მეტი კიდე ლიმიტი აქვს cold codes ეგენი გვაქვს და მაგას ვიყენებ და კოდექსი რადგან cold codes აღარ ყიდულობ კოდექსში ხარ ვიხდი $100 თვეში და კოდექსს ვიყენებ კიდე რა და cold code მარტო იმისთვის არის ძალიან მაგარი რომ დიზაინის გაკეთება თუ გჭირდება შენ რაღაცის დიზაინი აგინდა მობილურის კიდე ვების არ ვიცი ნებისმიერი სახის დიზაინის რა cloud დიზაინი გამოვიდა ერთთვის მე მგონი და code დიზაინი არის ჩათვალე რავი lovable-ის ცოტა უფრო მარტივი ვერსია ანუ გიწყობს ნებისმიერ სახის დიზაინს და მე შეიძლება ესეთი ღილაკი აქვს ნუ იქაც ამას აქვს თავის ტრიკები რა SEO მიხვიდე არა იმ და იქ აქვს ღილაკი რა ერთი რა hand off to cloud და cloud codes აძლევს რაღაცა rest-up-ის შენ ამ პრომპტს პირდაპირ უგდებ cloud codes და პირდაპირ ანუ ამ დიზაინს ანუ რავი ერთი-ერთში მოაქვს და აი ჩათვალე მე რაც მიცდია ანუ pixel perfect გადმოაქვს რა ანუ იქ cloud დიზაინი რა დიზაინს დაგიხატავს თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ მოკლედ რა cloud code-ი pixel perfect გადმოგიტანს ყველაფერს და ეგ ეხა მაგალითად რა იმ ინჟინრებისთვის რომელიც პროდუქტებს აკეთებენ და ანუ პროდუქტებს აკეთებენ და არ ყავთ არასდროს დიზაინერი ჩემთვის ყოველთვის ეგ იყო პრობლემა რომ მე ყოველთვის ვიყავი გადართული იდეა თუ მომივიდოდა რომელსაც UI ჭირდებოდა ხო next ეგრევე ისეთ იდეას ვისჩევდი რომელსაც UI არ ჭირდებოდა იმიტომ რომ UI-ს მე ვერ გავაკეთებ ვერასდროს და დიზაინერთან თქვენ ხა იმის დროის ნერვები არ ამაქვს და ნუ ფულის გადახდაც ზის შემთხვევაში არ გინდა იმიტომ რომ ექსპერიმენტია ფული რო ახსენე სხვათა შორის ანუ დიზაინს გამოვცოთ ის кейს თუ ნახე რამოდენიმე უკვე მოდის აშკარაა ეგ ტრენდი რომ AI მუშაობს წაგებაზე ამ წამს ანუ დიდი კომპანიები მე არ მგონია რომ მოგებაში გადიან იმიტომ რომ მოხმარება უფრო მეტი მგონია რა გუგლის ხო ანუ მე რო ვუყიდო ან შედეგს ვერ ნახულობე მაგას ცოტა შეიძლება არასწორად ხსნი მაგრამ მე მგონია რომ ის რესურსები რა რესურსებსაც AI-ის ტრენინგში და ჰარდვეარში დიდი კომპანიები დებენ რეალურად არის წაგება იმიტომ რომ ადამიანების მომხმარებლების რაოდენობა და მათი იმდენად მეტია რომ ამიტომ მივალთ იქამდე რომ ნელ-ნელა AI-ის ეს დიდი კომპანიები დაიწყებენ AI-ის გაძვირებებს და შესაბამისად AI გახდება ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში გახდება ნაკლებად მარტივად ხელმისაწვდომი ბჭყალებში რა უკვე ეგრეა და ის მაგალითი თუ ნახე ან რატომ მოგიყევი ეს მაგალითი უკვე ეგრეა როდესაც ერთ წამს დავამთავრებ რაღაც კომპანია გააჩერა ეს AI subscription-ები და სანაცვლოდ 2 middle developer თუ 3 რაღაცა რა X რაოდენობის middle developer-ები აიყვანა და გაცილებით უფრო ERP უჯდება კომპანიას ამათი შენახვა. მაგალითად რა scale-ზე კი ნუ ეთანხმები რა. სტარტაპზე არა, მაგრამ დიდ scale-ზე ხა რა 10 კაცი რო ყავს 10 AI subscription-ის აგენტი subscription-ის ყიდვა არ მგონია ძალიან ძვირი დაგიждდეს როცა სტარტაპი ხარ, მაგრამ დიდი კომპანია რო ხარ ეხა და 400 developer-ი რო ყავს და ამ 400 developers რო უყიდო subscription-ი ხო იგიჟდება. მაგრამ ხა რა შეიძლება იმას გაძვირებას, უკვე ეგრეა. თუ დაგვიყვირდებით რამოდენიმე თვის წინ $20 კოდექსი მქონდა. რა ვიყენებდი რა ერთი 2 საათი ლიმიტდებოდი ხოლმე რა. ანუ 2 საათი მაინც ვიყენებდი და 2 საათი ლიმიტდებოდი. დღეს $20 კოდექსი რომ მომცე აი არაფერში არ მე იმიტომ რომ შენი მოთხოვნებებიც გაიზარდა რავი 6 წელი MCP-ს და იმაზე დააერთე. ხო ანუ ჯერგეთი ძირდება რა. გახსოვს ის წინა ჰაკათონი რო ჩატარდა. შარშანდელი ჰაკათონი რომ ჩატარდა MCP იყო 1 კვირის თუ 2 კვირის დაანონსებული. ანუ MCP იყო თავიდან მაგ პერიოდში ახალი გამოსული რა. ანუ პროსტა დაერთებას კი არ ვიცოდით რა. და სხვა სურათია მაგალითად. წინა დღეს ვარჩევდი ჩაულებრივად და დღეს რა ვიცი დღეს უკვე იმაზე მიდის. ხო, ნუ რავი, მე ზედათ არ ვარ MCP-ს მოყვარული, ესე არ ვიყენებ, მიჩვენია CLI თულები მქონდეს ვიდრე MCP, მაგრამ ეხლა მაგალითად Figma-ს MCP-ს ჩაულებრივად ვიყენებ. ხო, მაგრამ CLI თულის თავის ხო MCP-ს იყენებს. შეგიძლია ეგეც გააკეთო, დააერთო. ხო და მე არ მომწონს რომ MCP რო გადის კონტექსტ, ანუ ზოგადად ჩემ კომპიუტერს ოტოვებს რა, request-ის ვაგარ რომ მიდის ეგ არ მომწონს. ხო, მაგრამ ეგ ხომ ოფიციალურ პროდუქტის ოფიციალურ MCP-ს რომ იყენებ, მან პრობლემა არ არის. როცა რაღაც უბედურებას იყენებ MCP, SEO-დან ჩაწერილი. Security response-ში არ მომბო რა. Context aware-ing response-ში მომბო რა, ძალიან სლოპავს კონტექსტს რა. ანუ მაგალითად ახლა GitHub-ს გვაქვს თავის MCP.
მე მაგათად GitHub-ის MCP-ის გამოყენებას მიჩვენე GitHub-ის CLI თული კონდეს ჩაწერილი და კოდს უთხრა რომ წაიკითხე GCLI-ის რაღაცა README სიტყვაზე ავიღოთ და გამოიყენე GitHub-ზე PR-ის გახსნისთვის GCLI და არა GitHub-ის MCP. ხო და მაგას ბევრად მეტი კონტექსტი მიაქვს იმას. ხო და მან ნახე საწვდებით მე რო Copilot-ს ვიყენებ GitHub-ი ჩაშენებული აქვს. ანუ CLI თული რა და მან MCP-ს არ თარჩირდება. ხო რა ვიცი ხო მაგრამ შენ შეგიძლია GitHub-ს დააყენო ის და უთხრა რომ ის გამოიყენო. ხო ეგეც ხო და უფრო დღეს მე უფრო ვარ სკილების ძალიან დიდი საპორტერი რომ ძალიან მომწონს რა skills-MD სკილების გაკეთება, კონკრეტული სკილების გაკეთება რაღაც კონკრეტულ პროექტში. ხა მაგალითად მე ერთ-ერთ პროექტში რაღაცა კონკრეტული კომპონენტებს ვაკეთებთ და ეს კომპონენტები არის ბევრი და შეიძლება გიწევს ამ ახალი კომპონენტების გაკეთება, ძველი შეცვლა და შემდეგ და ერთი სკილი გაკეთებული მაგისთვის სპეციალურად რომელსაც ეთყვი რომ მინდა ახალი კომპონენტი გაკეთება და ის ისმევს კითხვებს როგორი კომპონენტი გინდა ესეთი რა უნდა გააკეთოს რა ფერი უნდა იყოს რეიბი უნდა კონდეს ამ სკილს რომ მორჩები ბოლოს იმან იცის ყველაფერი აქვს მაგალითები ბევრი მაგალითი და წავა და ზუსტად იგივე დაიგენებს ასევე ერთ ძალიან მაგარ რჩევას მივიცემ ყველას ძალიან მაგარი სკილია აი ძალიან მაგარი სკილია ყველამ ჩაიწერეთ ვაფშე ვინც კოდს წერთ რომელიმე კარგი ჩვენ კოპილოტი თუ არა skills ქვია ამოვანათოთ მე improve code base architecture. აი ეს სკილი ქვია და პროსტა ნებისმიერ პროექტში სადღაც როცა მოგინდება ეს სკილი პროსტა გაუშვი. აი უბრალოდ გაუშვი და იმდენ მაგარ points გაძლევს შენი არქიტექტურის შეცდომებს ან რაღაცა on არქიტექტურის და კოდის სტილის, კოდის წერის, განა ბაგების პერფორმანსა. აი არქიტექტურულად რა დიზაინი რა, ასე ვთქვი, სისტემ დიზაინი ძალიან ბევრ პრობლემებს ძალიან გაძლევს, რა. ეგ ჩაშენებული მაქვს და თითქმის კოდემდიში მიწერია ხოლმე რომ ყოველი 5 პრომპტის მერე და კოდის ცვლების მერე ეს სკილი გაუშვი და სამერე რამ პრობლემები მაქვს და მითხარი რა და მე იმაშვები რა. არის ძალიან იცვლება ხა ვერ ჩავეტევით ყოველფერში ხა კიდე მინდოდა მაგალითად PI-ზე მინდოდა საუბარი PI-ი არის ახალი აგენტი open cloud-ზე არ ვისაუბრია და მაგაზე და მე ვისაუბროთ თუმცა მე არ ვარ მომხრე ის მეორე ხო არის Harmesi. ხო. ეგეც არის უკვე ჯობნის open cloud ბევრ რაღაცაში, მაგრამ მე არც ეს არ ვიყენებ იდეაში და ჯერ არც გამოვიყენებ, იმიტომ რომ რავი NVIDIA-ს რაღაცას ხო არის security hole NVIDIA-ს ეხა ისინი რომ გამოდის კაცო სპეციალური dedicated მანქანები მანქანებს უშვებს NVIDIA რომ local LLM-ები გაუშვა. ეს ძალიან საინტერესო ტოპიკია. აგენტ პროტოკოლები გამოდის რო ელაპ მოკლედ ბევრი რამე არა ბოლოსკენ რო გავიდეთ მოკლედ მაყურებელსაც რო ვუთხრათ ჩვენ ბრუნდებით მომავალში გაცილებით უფრო განსხვავებული დიზაინი და ინტერიერით დაგხვდებით გვაქვს რაღაცა პატარა depth-ი იმ ვარიანტში რომ JetBrains-ი გვაქვს მაყურებლებისთვის გადასაცემი კი და მაგას რამეს მოვიფიქრებთ რადგანაც 5 თვე გავუმაზეთ რაღაცას ისე მოვიფიქრებთ რომ თლიან ამ ლიცენზიებს რაც დაგვრჩა ბარემ ერთიანად გავათამაშოთ ერთი ახალი ერთ-ერთი გეგმა გქონდა ასევე და ნუ მაგ ყველაფერზე მომავალში კიდევ ვისაუბრებთ რომ ერთი გავაკეთებინა საჯარო პოდკასტი სადაც უშუალოდ open mic-ი იქნებოდა და თუ ვინმე სათქმელი იქნება და მოვიდა და ჩვენთან კი რაღაცაც იმას ეძავდა იმიტომ რომ მე მახსოვს რომ შარშან ამ დროს უკვე game jam ჩატარებული გქონდა თუ არა ვიწყებდით გეგმას არა ივნისი არისო 5-6 ივლის ჩავატარეთ არა 10-ში ოკეი ხო და შეგვიძლია მაგალითად ივლისს დაუმიზნოთ ეგ public აქტივობები რა ზაფხული მოდის ზაფხული გავა მე GTA გამოვა მე იცი ვინც უნდა მოვიყვანოთ და მოკლედ GTA იმედია გამოვა მე ოქტომბერფესტიც გვეწევა ოქტომბერში ამიტომ ჯერ ზაფხულში მოვასწროთ ჩვენი აქტივობების გაკეთება იმიტომ რომ მე კიდე რაღაცები იქნება რა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის მეგობრებო. მადლობა თორნიკეს აგრეთვე და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.